2022 წლის თებერვალში სუსის უფროსმა ლილუაშვილმა უჩივლა სასამართლოში ლევან ხაბეიშვილს და მოუყვა, რომ ის განიცდიდა სულიერ ტკივილს და ტანჯვას ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე. დიახ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყვებოდა ამას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩემს განცხადებაზე სულიერ ტკივილებს და ტანჯვას განიცდის. რაც ხა არანორმალურია, როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ხაბეიშვილის განცხადებაზე ტანჯვებში, განცდებში და ტკივილებშია. ცხადია, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, მათ შორის მედიის წინააღმდეგ. მათი მთავარი ამოცანა არის პირზე ბოქლომი ყველას, ვინც ლაპარაკობს და საუბრობს სიმართლეს. მჩივანი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რადგან გრიგოლ ლილუაშვილი თვლის, რომ კოლ-ცენტრების საქმეზე ფორმულასა თუ მთავარ არხზე გასული სიუჟეტები ცილისწამების შემცველი იყო და სწორედ ის უჩივის ამ ორ კრიტიკულ არხს, ასევე დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. ლილუაშვილის მაშინდელმა ადვოკატმა ღვინიაშვილმა კი მოყვა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები და ლევან ხაბეიშვილი ლახავდნენ და ზიანს აყენებდნენ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. ახლა საინტერესო არის, რას ფიქრობს ლილუაშვილი საკუთარ ღირსებასა და რეპუტაციაზე, იმ ფონზე, რასაც მას ივანიშვილი უკეთებს.